მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. კი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან გასაგებიც იყო BBC-ს ინტერესი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იცით თქვენ, რომ ერთ წელიწადზე მეტია უკვე ქართველი ხალხი აპროტესტებს რუსულ რეჟიმს ჩვენს ქვეყანაში და ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ გამოიყენა აბსოლუტურად ყველა ბერკეტი თუ კი მათ რაიმე გააჩნდათ ხელში იმისთვის რომ აი ეს ხალხი დაესაჯა, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი არ შინდება და აგრძელებს ამ პროტესტს. ამიტომ ეს არის რაღაცა განსაკუთრებული, უნიკალური მოვლენა, ხო? რომ ამდენი ხნის განმავლობაში ხალხი არ ურიგდება უსამართლობას. ამ ფილმში მე საუბრობდი ზუსტად იმაზე, რაზეც საუბრობდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენს ეთერებშიც, ხომ? ის თუ რა ხდებოდა აქციების დროს, ხომ? რომ უკანონოდ იყენებდნენ ხელისუფლება უკანონოდ იყენებდა ძალას, რომ ისინი მშვიდობიან დემონსტრაციას არ ბევდნენ. ცხადია, ჩვენ ვსვამდით კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ რა სპეციალურ საშუალებას, რა გაზს იყენებდნენ, ხომ? და ყველა ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ბრომბენზილ ციანიდი იქნა გამოყენებული იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც იდგა იქ და იდგა რისთვის, ხომ? იდგა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა უკეთესი ყოფილიყო, იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი ქონოდა ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, ხომ? ჩვენ დავინახეთ, რომ არა მხოლოდ წამებას ჰქონდა ადგილი, ხო? ახლა კიდევ ერთხელ მინდა ამ გაზის თემას დავუბრუნდე, ანუ არა მხოლოდ წამებას ჰქონდა ადგილი, არამედ ფაქტიურად ივანიშვილმა გაწირა ქართველი ხალხი და ადამიანები იმისთვის, რომ გამოეყენებინა ქიმიური იარაღი, ხო? ფაქტიურად ჩვენ ყველანი ვიყავით ქიმიური შეტევის, ქიმიური იარაღით შეტევის მსხვერპლები, ხო? და ამას არ ჭირდება ახლა განსაკუთრებული დამტკიცება და ესეც სასაცილო არის, რომ ჩივის ქართული ოცნება, ხომ ჯერ ნახავთ როგორ ვის უჩივის და რას იზამენ ამ მიმართულებით, მაგრამ ათასობით ადამიანი და ასობით ადამიანი არის მოწმე იმისა, რომ შემდეგ დარბევის შემდეგ ძალიან ცუდად გრძნობდით ხომ თავს და მეცაც ვიტყვი, როდესაც გავივლიდით ხოლმე დღის განმავლობაში იმ ადგილებში, სადაც ზუსტად გამოყენებული იქნა ეს გაზი, მაშინაც ცუდად ხვდებოდით და იმ შენობებში შედიოდა ეს გაზი და იქ რომ შეხვედრები და ის ხალხიც ცუდად ხდებოდა, ხო? მე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ როდესაც იტაცებდნენ ფაქტიურად დემონსტრანტებს აქციის ადგილიდან და საათობის განმავლობაში ჩვენ ვერ ვნახულობდით, ჩვენი ადვოკატები ვერ ნახულობდნენ, სად იყვნენ ეს ადამიანები, ამ ადამიანებს ეცვათ ზუსტად ის ტანსაცმელი, რომლითაც ისინი იმყოფებოდნენ აქციის ადგილზე და ეს გაჟღენთილი იყო ამ გაზით და ფაქტიურად არა მხოლოდ ის ადამიანები გაწირეს აი ამ ქიმიური შეტევისთვის, მოდი ასე ვთქვათ, ხომ? არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციებში, არამედ ისინი, რომელთაც შემდეგ უკვე ჰქონდათ ურთიერთობა ამ დაკავებულ პირებთან და ასევე ის ადამიანები, რომლებიც მოძრაობდნენ რუსთაველის გამზირზე, ხომ? აი ეს არის რისთვისაც გაწირა ივანიშვილმა ქართველი ხალხი, ხომ? 1930 წელს გამოიყენეს ბოლოს ეს გაზი, ხომ? აი წარმოუდგენელია, რისთვის გაწირეს და რა ტიპის საშუალებები გამოიყენეს პოლიციელებმა. და ნუ ცხადია უკვე ამას მოყვა ყველაფერი დამატებით, როდესაც მე ვსაუბრობ აი მექანიზმებზე და იმ სისტემაზე, რომელსაც ივანიშვილი გამოიყენებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ვსაუბრობ იმაზე, რომ პოლიციელები აწამებდნენ დაკავებულებს, იმაზე, რომ ჩვენ გვიჭირდა დაგვემტკიცებინა სიმართლე სასამართლოს პროცესების დროს, ხომ? მოსამართლეები ნაწამებ ადამიანებს ხედავდნენ და არ ეკითხებოდნენ, რა დაემართათ მათ, ვინ აწამა, ვინ ცემა, მათთვის ამას მნიშვნელობა არ ქონდა, ხომ? იგივე პროკურორებიც, რომლებიც არ იძიებდნენ აი ამ წამების ფაქტებს, ხომ? ეს ხომ ახალი არ არის, ჩვენ ხომ მთელი წელი ამაზე ვსაუბრობთ, ხომ? ამიტომ რა თქმა უნდა და მიუხედავად ამისა, ხალხი არ უშინდება და მაინც აპროტესტებს ამ უსამართლობას, იმიტომ რომ ამასთან შეგუება არის შეუძლებელი. არ შეიძლება რომ ამას შევეგოთ, არ შეიძლება რომ ქართველს ეს გაუკეთოს, ხო? ისინი ქართველები არ არიან, ეს არ არის ქართული, შენს მეზობელს, შენს მეგობარს, შენს
შენი ოჯახის წევრს, შენს თანამოქალაქეს ამას რო უკეთებ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ეს პროტესტის გარეშე ამ ყველაფერმა არ უნდა ჩაიაროს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რა თქმა უნდა ჩვენ ეს პროცესები გვაქვს აი ამ წამებასთან დაკავშირებით და შესაბამისად ჩვენი იურისტები ამ საქმეებს რა თქმა უნდა გააგრძელებენ კი ბატონო, რა სიტყვით ქალბატონო ეკა ქართული ოცნების პასუხზე, რომ თითქოს აი კლავ deep state-ის დავალებით მომზადდა რაღაცა BBC-ს მიერ მსგავსი დოკუმენტური ფილმი, რომ მოძალადე აი ამ სიტყვებს იყენებენ რადიკალები, არიან გამოყენებული, როგორც გმირებად, მათ შორის თქვენი სახელი და გვარიც არის ნახსენები აი ამ განცხადებაში სხვა იმ პირებთან ერთად, ვისთანაც ინტერვიუ აიღეს სწორედ ბრიტანული მედიის წარმომადგენლებმა და მთავარი აპირებენ რომ უჩივლონ BBC-ს სასამართლოს. ვუპასუხე მე ამ კითხვას უჩივლონ კიდევ ერთხელ ამ ყველაფრის მოწმე არის ყველა ის ადამიანი რომელიც იდგა დემონსტრაციაზე და აქ იყო 100,000-ობით ადამიანი ხომ ზოგჯერ მეტი ზოგჯერ ნაკლები მაგრამ ყველამ ჩვენ დავინახეთ ის რაც ხდებოდა და შემდეგ რა თქმა უნდა ყველა მივმართეთ სამედიცინო დაწესებულებებს იმიტომ რომ რაღაცა პერიოდის შემდეგაც ჩვენს ჯანმრთელობას პრობლემები ჰქონდა ხომ და ძალიან ბევრი შემთხვევა იყო როდესაც სპეციალურ გადასხმებზე მიდიოდნენ ადამიანები საავადმყოფოებში და დამატებით სამედიცინო დახმარება ჭირდებოდათ ხომ ამიტომ ამ საჩივარს არანაირი შედეგი არ მოყვება პირიქით მე ვფიქრობ რომ კარგი არის რომ შეაქვთ ეს საჩივარი რომ კიდევ ერთხელ უკვე ბრიტანულ სასამართლოში დამტკიცდეს ვინ არიან ისინი ხომ ეს მათი რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება კიდევ ერთი დარტყმა ხომ ამიტომ ამისი შიში დარწმუნებული ვარ არც BBC-ს აქვს და არც ვინმე სხვას გააკეთონ ეს მათი უფლება არის და ვნახოთ რა შედეგი ექნება დანარჩენს ახლა რა თქმა უნდა ისინი ცდილობენ რომ თავის მოქალაქეებს, თავის მხარდამჭერებს აუხსნან ეს ყველაფერი, მათ რომ ეს არ ანერვიულებდეთ, ამაზე განცხადებასაც არ გააკეთებდნენ, ხომ? სპეციალურად გააკეთეს და მაშინვე გამოეხმაურდნენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მათთვის ეს არის პრობლემა და როგორც იქნა დადგინდა, რაზე წავიდნენ ისინი, მათ შორის თავისი მომხრეების წინააღმდეგაც, ხომ? იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ გაზს და ეს გაზი 1 და 2 საათში არ იფანტება, ასე ვთქვათ და შესაბამისად კიდევ მოქმედებს ადამიანებზე ბევრი საათის შემდეგაც კი. კი ბატონო და სხვათა შორის ქალბატონო ეკა დღეს აი როდესაც ვუსმენდით ქართული ოცნების განცხადებებს BBC-ს რაღაც რეპუტაციასთან და სანდოობასთან დაკავშირებით ბევრს გაახსენდა კომენტარები რომელსაც აკეთებდნენ მაშინ როდესაც BBC მოამზადა ასევე დოკუმენტური ფილმი დავით კეზერაშვილზე და მის კავშირებზე ეგრეთ წოდებულ კონცენტრებთან დაკავშირებით და როგორ სარწმუნოდ გამოიყურებოდა ეს ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის პარლამენტში აკეთებდნენ სწორედ აი ამ კუთხით განცხადებებს მართალია ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს რომ შემდეგ BBC-ს კეზერაშვილმა უჩივლა და მოიგო დავით კეზერაშვილმა BBC-სთან ეს დავა თუმცა რას გაჩვენებთ თქვენ ეს დამოკიდებულება შერჩევითი მიდგომა, როდესაც აწყობთ ამ სიტყვას გამოვიყენებ ხელისუფლებას მაშინ სანდო და რეპუტაციულია და ამტკიცებს იმას, რაზეც ისინი საუბრობენ და როდესაც ქართულ ოცნებაზე არის საუბარი, მაშინ თურმე სასამართლო გზებით აპირებენ რაღაცა მათ რეპუტაციას ხაზი გაუსვან. Ну, ეს ორმაგი სტანდარტები, რა თქმა უნდა, მათ აქვთ და ისინი იყენებენ ამ ორმაგ სტანდარტებს ყველაფერთან მიმართებით, ხომ, ერთის მხრივ ევროპას და ევროკავშირს სხვადასხვა ეპითეტებით ამკობენ, თუმცა მეორეს მხრივ ყველანაირად ცდილობენ, რომ ზუსტად ამ ევროკავშირმა და ზუსტად ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ზუსტად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარონ ისინი, ხომ? ანუ ყველანაირად ცდილობენ, იყენებენ ლობისტებს, იყენებენ სხვადასხვა
შესაძლებლობებს და მცირე მათი დიპლომატები, როდესაც ხვდებიან ძალიან დაბალი დონის ასე ვთქვათ სახელმწიფო მოხელეს, ანუ გულისხმობ მათ პოზიციას, ხომ? რაღაცა რიგით თანამშრომლებს ამ ხელის ჩამორთმევასაც კი ასე ავრცელებენ და დიდ გამარჯვებად ასაღებენ, ხომ? სინამდვილეში მათ უნდათ რომ აღიარება მიიღონ ზუსტათაც დასავლეთის მხრიდან. ეხლა იგივე მაგალითად, როდესაც არასამთავრობო სექტორზე საუბრობენ, თუ კი რაიმე თქვა ისეთი არასამთავრობო სექტორმა, რომელიც მათ აწყობთ, რა თქმა უნდა, ამას იყენებენ, ხომ? ანუ ძალიან ხშირად ჩანს ეს ყველაფერი, მათ შორის ეხლა იგივე ელჩებთან შეხვედრა იქნება თუ ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ხშირად ჩვენ ვხედავთ ამ ორმაგ მიდგომებს, მაგრამ რა არის იცით, ანუ აქ ჩვენ ვსაუბრობთ დასავლურ მედიაზე და დასავლურ სტანდარტებზე, რომელიც შეიძლება რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, პრობლემებიც გქონდეთ და თქვენ ახსენეთ კიდევაც, რომ ის წინა გამოძიებასთან დაკავშირებით ეს სასამართლო პროცესი მოგებული იქნა და ამას აღიარებს კიდევაც BBC, თუმცა მეორეს მხრივ მინდა ვთქვა, რომ ეს ის შემთხვევაა, აი ეხლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მას ყავს ძალიან ბევრი მოწმე. აქ არ არის საუბარი რაღაცა სავარაუდო, ასე ვთქვათ, ფაქტებზე, აქ არის საუბარი ძალიან ბევრ ადამიანზე, რომელმაც ძალიან დიდი დაზიანება მიიღო, ზუსტადაც აი ამ აკრძალული ფაქტიურად, ხომ? იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში 1930 წლის შემდეგ არავის არ გამოუყენებია ეს სპეციალური საშუალება, ეს გაზი, აქ საუბარი არის ძალიან მძიმე ქიმიურ ნივთიერებაზე, ეს არის ფაქტიურად გატოლებული ქიმიური იარაღთან და შესაბამისად ამის გამოყენების მოწმე იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ათასობით ადამიანი. ამიტომ არ ამგონია კიდევ ერთხელ, რომ რაიმე შედეგი გქონდეს ამ საჩივარს, დადებითი შედეგი თვითონ ქართული ოცნების მიმართ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რა თქმა უნდა იქნება კიდევ ერთხელ უფრო მეტად ქართული ხალხის ინტერესში, რომ იჩივლონ, წააგონ და უკვე ბრიტანულ სასამართლოში დამტკიცდეს ის თუ ვინ არიან ისინი, რომ რა ტიპის იარაღს იყენებენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, ხალბატონო ეკა, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი ეკა გიგა